საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სწავლის არსზე, სწავლაზე შეხედულებაზე დავით გურამიშვილის დავითიანში. რამდენადაც დიდაქტიკური მოტივი, ანუ სასწავლო აღზრდელობითი მოტივი ერთ-ერთი ცნობილი იყო ამ დროისათვის 18 საუკუნის მთელი მსოფლიო, გატაცებული იყო დიდაქტიზმის პრინციპებით. ეს მოძღვრება, ეს შეხედულება შემოვიდა საქართველოშიც, როგორც ჩანს, დავით გურამიშვილი მით უმეტეს ამ დროისათვის გაცილებით უფრო ახლო ცხოვრობდა ევროპასთან, რადგან იგი უკრაინაში იყო მოგეხსენებათ და მას ესმოდა უფრო ახლოს, ვიდრე იმ დროინდელ ქართველ მოსახლეობას. ის პრინციპები და შეხედულებები, ის ევროპული ქარი, ასე პირობითად რო ვთქვათ, რომელიც უბერავდა უკრაინისკენაც და მოჰქონდა იქაური ამბები იმასთან დაკავშირებით, რომ სწავლა, სწავლება, დიდაქტიკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო, რაზეც უნდა ეფიქრა ადამიანს და რითაც მას უნდა გაეცნობიერებინა საკუთარი თავი და წარმოედგინა საკუთარი ადგილი ამ წუთის სოფელში. თანაც ამ დროის საქართველოშიც, რომელსაც სჭირდებოდა ძალიან აღზრდელობითი შეხედულებანი და სწავლებანი, სულხან საბაურბელიანიც ამაზე საუბრობდა, გახსოვთ და სიბზნესით რო ისა სწორედ დიდაქტიკურ მოტივზე დაწერილი ნაწარმოებია. როგორც ჩანს, ქვეყანას მაშინ ძალიან სჭირდებოდა ამ ტიპის აზროვნება, სჭირდებოდა ამ ტიპის სწავლება და დავით გურამიშვილმაც თავისი წიგნი, რომელსაც კაციანსა და ღვთიან წიგნს უწოდებს, სწორედ იმისათვის და იმ მიზნით დაწერა, რომ ყრმებს გამოეყენებინათ იგი, რადგან ყმაწვილის ვალი მკიდიაო, ასე ამბობდა და ამ ყმაწვილის ვალად სწორედ იმას მიიჩნევდა, რომ ადამიანებისათვის ადრეულ ასაკშივე მიეწოდებინა გარკვეული ცხოვრებისეული პრინციპები, შეხედულება იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ესწავლათ, როგორ მოექონიებინათ სწავლა და როგორ გამოსდგომოდათ შემდეგ ის სამომავლო ცხოვრებაში. სწავლა-მოსწავლეთა ერთ-ერთი თავი ამ ნაწარმოებისა, რომელსაც ჩვენც შევისწავლით სკოლაში, გახლავთ სწორედ დავით გურამიშვილის შეხედულების ერთგვარი კონცენტრაცია, თავმოყრა იმასთან დაკავშირებით თუ რა არის სწავლა, როგორ მოიპოვება იგი და რა შესაძლებლობებს აძლევს იგი ადამიანს. უპირველეს ყოვლისა დავით გურამიშვილის სწავლაზე საუბარს დავით წინასწარმეტყველის ფრაზით იწყებს. დავით გურამიშვილი იმოწმებს დავით წინასწარმეტყველს, როგორც თავის დიდ სეხნიას და როგორც დიდ მაგალითს ცხოვრებისა და თანაც მის მიერ ნასწავლებს იგი მცნებებს უწოდებს, აიგივებს მაცხოვრის მცნებებთან, მათ გაუსწორებს ლამის იმ მიზნით, რომ ადამიანი უფრო მეტად ჩაუკვირდეს მათ და უფრო მიხვდეს უკეთესად თუ რა მნიშვნელობა აქვს იმ სწავლებას, რომელიც ადამიანს ეძლევა და რომელიც მან ამ ცხოვრებაში უნდა გამოიყენოს. ეს სწავლება, რითაც დაიწყო დავით გურამიშვილმა, გახლავთ ჯერ მწარეჭამე კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა, თავს სინანული ჯობია ბოლოჟამ დანანებასა. როგორც ხედავთ, უპირველესი მას სწორედ ის უთხრა ბავშვს, მოზარდს, რომ სწავლა ძნელად მოსაპოვებელია, ბევრი ოფლისა თუ ბევრი ჭირის გადატანა მოუწევს და ოფლის ღვრისა საიმისოთ, რომ მან შეისწავლოს საქმე და საქმეს კარგად დაადგას თავი, მაგრამ შემდგომში, როცა მოვა მისი სიბერის დრო, როცა ვეღარ გაჰკრავს და ჩაჰბილდების, როცა ვეღარ ითამაშებს რიგფაინასა თუ რომელიმე სხვა თამაშს, აი მაშინ აღმოაჩენს ადამიანი, რომ სიბერე სწორედ მისთვის არის ტკბილი, ვინც ახალგაზრდობა ჯეროვნად გამოიყენა და ვინც ახალგაზრდობის დროს ცდილობდა ისეთი გზა, ისეთი ხერხები შეეთვისებინა და იმ ტიპის სწავლება მიიღო, რომელიც მას არ დაჩაგრავდა და სიბერეში სხვისი ხელის შემაყურებლად არ გადააქცევდა. ცოდო ადამიანი სწორედ სიბერეშია, როცა მას არავინ არ ყავს ხელისამყრობელი და როცა იძულებული ხდება, რომ ხანდახან გამწარებულმა გაატაროს დარჩენილი დღეები. ამისკენ მოუწოდებდა დავით გურამიშვილი სწორედ, რომ სიბერე ჰქონოდათ ტკბილი და ამიტომ ურჩევდა ყველას, რომ ჯერ რომ მწარეს შეჭამ და მერე ტკბილს, ეს გემოვნებაა, მაგრამ ჯერ რომ შეჭამ თაფს და მერე ძირ მწარეს, ეს ნუ მოგეჩვენება გემოვნებად, რადგან ეს არის სწორედ მწარე გემოს დამტოვებელი, ანუ სიმწარის დამტოვებელი, რაც საბოლოო ჯამში კარგ შედეგს არ გამოიღებს ადამიანისათვის. დავით გურამიშვილი ორ მაგალითს მოიშველიებს იმის საჩვენებლად და ნათელსაყოფად, თუ რა საჭიროა და რა აუცილებელია სწავლა ბავშვისათვის და როგორ უნდა გადაიტანოს მან ის გაჭირვება, რომელიც ბოლოს ტკბილ ნაყოფს გამოიღებს.
კერძოდ იგი ადარებს მოსწავლეს, რომელიც სწავლობს და სწავლის პროცესში ოფსღურის დედას, რომელიც მშობიარობს. ცნობილია, რომ ილაოს მსგავსი სცენები, ანუ ის ტკივილი, რომელსაც დავით გურამიშვილი ასახელებს, ანუ მშობიარობის ტკივილი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტკივილია კაცობრიობის ისტორიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დედა არის ძალიან ბედნიერი, როცა იგი ხედავს შვილს და ტკივილი, რაც ფეხმძიმობის ან მშობიარობის დროს გადაიტანა, მომენტალურად ავიწყდება. ასევე არის მწიდნავი, ანუ ვენახის მუშა, რომელიც გადარგავს ვაზს, გადანერგავს უფრო ზუსტად. ანუ ეს არის ტოტის ჩარგვა მიწაში დაახლოებით 9 მეტრის სიმაღლეზე, ისე რომ სულ პატარა ყლორტი უნდა ჩანდეს ვაზისა და ასეთ შემთხვევაში, ანუ გადაწინდული ვაზი ძალიან მალე მოისხავს. თუ სხვა შემთხვევაში ახლა ჩაყრილ ვაზს ახალ ნერგს სჭირდება ბევრი დრო, რომ მან მტევანი მოიბას, გადაწინდული ვაზი შეიძლება 2 წელიწადში უკვე გაახარებს გლეხს თავისი ნაყოფით. აი ამიტომაც დავით გურამიშვილი ამ მაგალითსაც შეახსენებს მკითხველს და ამბობს, რომ როგორც მწიდნავი იხარებს, როცა დაინახავს მტევნებს, როგორც დედა იხარებს, როცა დაინახავს შვილს, სწორედ ასე გაიხარებს ბავშვი, რომელიც მიიღებს თავის ტკბილ ნაყოფს, როცა უკვე სიბერეში ან და ჭაბუკობაში იგი მოიმკის იმ ყველაფერს, რაც თავის დროზე, ბავშვობის დროს გაჭირვების გადატანის ფასად შეისწავლა და შეირგო. ხოლო იმისათვის, რომ კიდევ მეტად გვანუგეშოს, დავით გურამიშვილი შეგვახსენებს, რომ ყველაზე დიდი საუნჯეა ამ ქვეყანაზე სწავლა-განათლება. მას ამისთვის არგუმენტიც მოაქვს. ეს არის ერთადერთი საუნჯე, რომელიც არასოდეს დაიკარგება, რომელიც არასოდეს გაიყოფა და არასოდეს მოიპარება. ანუ ნებისმიერი რამ მატერიალური შეიძლება დავკარგოთ, დაგვეწვას, მოგვპარონ, ან რაღაც მოხდეს ასეთი ნებისმიერი რამ მატერიალური თუ სხვასაც გაუნაწილეთ, ჩვენ აღარ დაგვრჩება ის, რაც მივეცით და მივიღებთ მხოლოდ სასუფეველში, ვთქვათ, იმიტომ რომ როცა არის ასეთი სწავლება, გაეცი და მიიღებ, ან და რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია, რასაკვირველია, იგულისხმება სასუფეველი. ცხადია, ნებისმიერი გაცემული ჩვენ სასუფეველში გვიბრუნდება, მაგრამ თუ ამ ქვეყნიურობაზე შევხედავთ და ამ ქვეყნიურობას დავაკვირდებით, ნებისმიერი გაცემული ადამიანს აკლდება ამ ქვეყნად გარდა სწავლისა. სწავლა ერთადერთი საუნჯეა, რომელსაც ხელი არ ჩაეკარების, როგორც დავით გურამიშვილი ამბობს, ამიტომ არც ცხადი ძალით წაირთმის, არც მალვით მოიპარების და არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელიც ასწავლის სხვას და მის ცოდნას რაიმე აკლდება. პირიქით, ცნობილია, რომ რაც უფრო მეტად ასწავლის სხვას და რაც უფრო მეტად შეგიძლია სხვისთვის გასაგებ ენაზე ჩამოაყალიბო ესა თუ ის თვალსაზრისი, მით უფრო მეტად იცი შენ და მით უფრო უკეთესია ეს შენთვის. ანუ მასწავლებელი ამ შემთხვევაში კიდევ უფრო უკეთ იცნობიერებს აი ამ სასწავლ მასალას და კიდევ უფრო განათლებული გამოდის იგი, რადგან უკეთ ერკვევა ამა თუ იმ სიღრმეებში. აი სწორედ ამას გულისხმობს დავით გურამიშვილი, როცა ჩვენ გვეუბნება, რომ თუ მოვიქონიებთ საუნჯეს, ბარემ ისეთი საუნჯე მოვიპოვოთ, რომელიც მართლაც დაუკარგველია, რომელიც მუდამთან დაგვყვება და რომელიც გვაძლევს ჩვენ ამ ცხოვრებაში კარგად მიხედ-მოხედვის საშუალებას. აი სწორედ ამ მიხედ-მოხედვას რაც შეეხება, ადამიანი უპირველეს ყოვლისა იმით ფასობს ქრისტიანული თვალსაზრისით, თუ როგორია მისი ურთიერთობა წუთისოფლსა და უფალთან. და იმისაც, რომ ადამიანმა გაიაზროს თავისი ამქვეყნიური მყოფობა, რომ სწორად შეაფასოს მან წუთისოფელი თუ წუთისოფლის მუხტლობა და კარგად გაიაზროს ის, თუ როგორ და რა გზით უნდა მივიდეს იგი ღმერთთან, რასაკვირველია მისთვის უპირველესი საზრდო, სულისთვის საჭირო უნდა იყოს სწორედ სწავლა-განათლება. სწავლება არის ის ერთადერთი გზა, რომელიც ადამიანს თვალს აუხელს, რომელიც მისცემს მას შესაძლებლობას, რომ ვერ გასტანჯოს წუთისოფელმა, რადგან თუ კაცსა ცოდნა არ აქვს გასტანჯავს წუთისოფელი, ხოლო თუ მან იცის სოფლის ავკარგი, მაშინ იგი დაუპირისპირდება სოფელს და მიხვდება სწორად როგორ იცხოვროს და უფლისაკენ როგორ გაიაროს. რადგან უფალს უყვარს სწორედ განათლებული ადამიანი. ჩვენ სხვა დროსაც შეგვინიშნავს, რომ განათლებული ადამიანი უფლისათვის არის მეგობარი. კერძოდ ამას გვასწავლიდა აბუსწამებაში იოანე საბანისძე. ხოლო ადამიანი, რომელსაც მხოლოდ რწმენა აქვს და განათლება არ აქვს, მისთვის მონაა. აი როგორც აღემატება განათლებული ადამიანი გაუნათლებელს,
ასე აღემატება უფლის თვალშიც ნებისმიერი განათლებული ადამიანი მონას და ამდენად არის საჭირო, რომ ადამიანმა განათლება მიიღოს და უფლისაკენ გადადგას მან ნაბიჯი და წუთისოფელმა იგი თავის ჭკუაზე ვერ ატაროს, წუთისოფელმა მას საბელი ყელზე ვერ მოაბას და ვერ მიატრიალოს და მოატრიალოს თავის ჭკუაზე. ადამიანს ზოგადად მაინც ერევა წუთისოფელი, იმიტომ რომ იგი სიკვდილით გვსჯის, იგულისხმება, რომ ყველანი სიკვდილის შვილები ვართ, მაგრამ ვიღაცა წელგამართული მიდის უფალთან გარდაცვალების შემდეგ და ვიღაცა ვერა. დავით გურამიშვილის აზრით, წელგამართულნი სწორედ ისინი მიდიან, ვინც კარგად იცნობიერებენ თუ ვინ არიან, საიდან მოვიდნენ, სად არიან და სად სწავლენ. ამის გაცნობიერებას კი რასაკვირველია, ცოდნა სჭირდება და რასაკვირველია სჭირდება, რომ ადამიანმა ცოდნით გაივარჯიშოს გონება. ერთ-ერთი განსაკუთრებით საინტერესო სწავლება, რომელიც მოგცა დავით გურამიშვილმა, ეს გახლავთ ჭკვიანი კაცი ბრიყვია. ერთი შეხედვით გაგვიჭირდება კიდეც გავიგოთ, რას ამბობს დავით გურამიშვილი, თუ ჭკვიანია კაცი ბრიყვი როგორ არის. მაგრამ თუ დაუკვირდებით მის ნათქვამს, მიხვდებით, რომ იგი ასეთ რამეს გვეუბნება. კაცი შეიძლება იყოს დაბადებიდან ჭკვიანი, შეიძლება გენიოსის მონაცემებიც კი ჰქონდეს, მაგრამ თუ იგი ამ თავის მონაცემებს ცოდნით არ შეამტკიცებს და თუ იგი არ შეეცდება, რომ ცოდნა მოიპოვოს, ეს ჭკუა გონება მას ვერაფერში გამოადგება, გაბრიყვდება. და უფრო ნათელი რო იყოს ეს სწავლება ჩვენთვის, მკითხველისთვის, დავით გურამიშვილი აქაც რამდენიმე მაგალითს მოიშველიებს. უპირველეს ყოვლისა, იგი უხორთუმო სპილოს ახსენებს და ამბობს, გავს უხორთუმო სპილოსა, ჭკვიანი კაცი ბრიყვიაო. მკითხველმა უნდა გაიაზროს, რომ როგორც სპილო ვერ იცოცხლებს ხორთუმის გარეშე, რადგან ხორთუმით იგი არა მხოლოდ სუნთქავს, არამედ ჭამს და სვამს. თუ კი ხორთუმი არ ექნება, იგი ვერც ერთ ამას ვერ მოახერხებს და ცხადია მოკვდება. აი ამიტომაც ადამიანისთვის ცოდნა იგივეა რაც ხორთუმის სპილოსთვის, რომ მან მიაწოდოს საკვები ჭკუა გონებას. გარდა ამისა, დავით გურამიშვილი ასახელებს უკლანჭო ვეფხვსა და უიარაღო მეომარს. ვით უსაჭურულოდ მამაცი ომშიგან გულად ლომობდეს, გაცოფებული გულბრაზი ვეფხვი უკლანჭოდ ომობდეს, ვერ აღასრულოს საწადი რაც ნებავს მისთვის ღონობდეს, ეგრეთ ჭკვიანი უწვრთელი ვერ მიხვდეს რასაც ნდომობდეს. როგორც ხედავთ, როგორც ძალიან მალე დაიჩაგრება მეომარი, რომელიც უიარაღოთ წავიდა ომში, რადგან მას მოკლავენ, როგორი ძლიერიც გინდა იყოს ფიზიკურად, როგორც დაიჩაგრება ვეფხვი კლანჭების გარეშე, რადგან ვეფხვი ნადირობს სწორედ კლანჭებით. მას სწორედ კლანჭები აქვს საიმისოდ, რომ ყელში ჩაასოს ისინი თავის მსხვერპლს და ამით მოიპოვოს საჭმელი, რის გარეშეც უბრალოდ ვერ იცოცხლებს. აი სწორედ ასე ახალგაზრდა ან ადამიანი ნებისმიერი, თუნდაც ახალგაზრდა არ იყოს, ვერასოდეს მისწვდება თავის საწადეს, ანუ ვერასოდეს შეისრულებს საწადეს, თუ კი მას არ ექნება შესაბამისი ცოდნა. ცოტა მოგვიანებით დავით გურამიშვილი კიდევ ერთ მაგალითს გვიჩვენებს. ეს გახლავთ ულაგმო და უსადავო ცხენი. როგორც ცხენი ლაგამისა და სადავის გარეშე ჩავარდება ხნარცში, ანუ ორმოში და დაიმტვრევა, აი სწორედ ასე მოუვა ადამიანს, რომელსაც გზა არ ექნება გაკვალული და თვალი ახელილი ცოდნითა და სწავლებით. სხვანაირად იგი სწორად ვერ იცხოვრებს ამ წუთისოფელში და გზაც მისთვის იქნება ძნელად გასავლელი, რადგან სწავლა სწორედ ის სინათლეა, რომელიც ადამიანს სიბნელეში გზას გააკვლევინებს. ამიტომაც არის, რომ ამ მაგალითებით დავით გურამიშვილმა მიგვანიშნა, როგორ უნდა ვამოძრაოთ ჭკუა გონება, როგორ უნდა გამოვიყენოთ ჩვენთვის ჭკუა, საიმისოდ, რომ მივიღოთ კარგი შედეგი. მან ერთი არაჩვეულებრივი მაგალითიც გითხრა, ჭკუა პურიაო, მაგრამ ცოდნაო, ეს არის მარილი და საწებელი. ანუ როგორც მხოლოდ პურს ადამიანი ისე ვერ ჩაატანს გემოს, როგორც პურს მარილთან ერთად ან და პურს საწებელთან ერთად, აი სწორედ ასე გონება, როცა მოძრაობს და როცა განისწავლება, როცა გონებას ექნება გარკვეული ცოდნა, ის სულ სხვანაირია, ის სხვანაირად გამოიყურება და ადამიანსაც სხვანაირად გამოადგება ყველა შემთხვევაში. ამიტომ ამბობს დავით გურამიშვილი, ძებნე და ვერაუპოვერა, მსჯობია სწავლა მცნებისაო. იმისთვის, რომ ადამიანს გაუიოლოს ცხოვრება, დავით გურამიშვილი კიდევ ერთ მაგალითს მოიშველიებს. კერძოდ იგი ასახელებს 10 პროფესიას და ცდილობს, რომ აი ამ მაგალითით, ანუ აი 10 პროფესიის
ახსნა განმარტებით თითოეული მათგანის დახასიათებით ბავშვს გააგებინოს ერთი რამ, რომ ადამიანზე ძალიან ზემოქმედებს მისი პროფესია. მნიშვნელობა აქვს იმას, თუ ადამიანი როგორი კაცია. ყოველი პროფესია რაღაც გარკვეულ თვისებებს შემატებს, ან გარკვეულ თვისებებს დააკლებს ადამიანს. აი ამიტომაც დავით გურამიშვილი ცდილობს, რომ მოსწავლემ სწორად რომ გაიაროს წუთისოფლის გზასავალი, მან თავისი პროფესიაც სწორად აირჩიოს. ამიტომ მან დაასახელა მაშინ ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული პროფესია, ეს გახლავთ მიჯნური, მწყემსი, ხელმწიფე, გლახაკი, მხნელი, მოლაშქრე, ვაჭარი, ხუცესი, ოსტატი და ბრძენი. ესენი ერთ სტროფში არის თავმოყრილი ჯერ და შემდეგ სათითაოდ ახასიათებს თითოეულ მათგანს დავითი, რათა მოსწავლეს ასეთი რამ უთხრას, რომელიც გინდა იქონე, ერთ-ერთს მოჰკიდე ხელია. გინდა გლახა იყავი და მათხოვარი გახდიო, გინდა იყავი მხნელი და დღედაღამცხელიო ფლიღვარე, გინდა იყავი მოლაშქრე, იყავი ომში, ძალგულოვანი, მკლავმაგროვანი და შეეცადე რომ ყოველთვის იბრძოლო ამ ხანაგთა იმედით და შენც იყო ამ ხანაგის იმედი. გინდა იყავი ვაჭარი, რომელიც შორს წასვლა მოსვლით და ვაჭრობით ცხოვრობს და არჩენს თავის ოჯახს. გინდა იყავი ოსტატი, რომელიც უფალმა შეაქოქებით შემოსა, რადგან იგი თავისი შრომის ნაყოფს ჭამს და ამით ნეტარია. გინდა ხელმწიფე იყავი, თუ ეს შეგიძლია და ქვეყანა მართე. გნებას მწყემსი, მენახირე, რამე ასეთი, რომელიც საქონელს უვლის ან ფარას და ამით არჩინე შენი ოჯახი და დღედაღა მზად იყავი საიმისოთ, რომ სული დასდო შენი ცხრისათვის ან შენი ხარისთვის და არ მისცე შესაძლებლობა მგელს რომ ის მოგტაცოს და შეგიჭამოს. გინდა იყავი მხნელი, მთესველი და ასე შემდეგ, ანუ ყველანაირი პროფესია აქვს მას დახასიათებული და აძლევს მოსწავლეს არჩევანის შესაძლებლობას. რასაკვირველია, მოსწავლის გემოვნებაზე უნდა იყოს ეს ყველაფერი დამოკიდებული და ამიტომაც დავით გურამიშვილი ცდილობს, რომ რა თქმა უნდა გამოხატოს თავისი სიმპათიაც, მაგრამ მაინც არჩევანის უფლება მისცეს მოსწავლეს. იგი მაინც ამბობს, რომ მისთვის ყველაზე ძვირფასი არის ბრძენი, რადგან ბრძენი არის თავისუფალი. ბრძენს ისეთი საუნჯი აქვს, რომელსაც ხელი არ შეეკარება. ბრძენი ისეთი ადამიანია, რომელიც მუხლებში არავის ჩაუვარდება, რადგან მას აქვს დიდი რამ მიღებული ცოდნა, რომელიც ყველგან გამოადგება, სადაც გინდა წავიდეს და სადაც გინდა იყოს. აი ამიტომაც ბრძენი არის ამ ქვეყანაში ძლიერი, თავისუფალი. ბრძენი არის მრჩეველი ადამიანისა და თუ თქვათ არ მოეწონება მას ერთი პატრონი, შეუძლია მეორე პატრონთან წავიდეს, მაგრამ ბრძენს პასუხისმგებლობაც დიდი აქვს. ეს პასუხისმგებლობა გახლავთ ის, რომ იგი მისაბაძი მაგალითია, ძალიან ბევრი ვინმე ბრძენს ბაძავს და ამიტომაც ცდილობს დავით გურამიშვილი, რომ დაგვიხასიათოს ჩვენ თითოეული ეს პროფესია, მაგრამ განსაკუთრებით ამბობს ბრძენზე, რომ იგი ბერივით უნდა ცხოვრობდეს ამ ქვეყანაზე, რადგან მისი ურიგო ქცევით ერიც წახდება, ერი მას მიბაძავს და ერიც ჩათვლის, რომ რაკიღა ეს რაღაცა ცუდი ბრძენმა გააკეთა, ალბათ კარგია და ჩვენ ეს არ გვესმოდაო. ამიტომაც ისინიც ასე მოიქცევიან და საბოლოო ჯამში ეს ერის განადგურებას გამოიწვევს. თუ როგორი პატივისცემით ეპყრობა დავით გურამიშვილი თავის დიდ ცეხნიას დავით წინასწარმეტყველს, აქ კიდევ ერთხელ გამოჩნდება, რადგან იგი თითქმის სიზუსტით იმოწმებს ხოლმე დავით წინასწარმეტყველს. კერძოდ, როცა იგი ახასიათებს ოსტატს, ოსტატი უფლის მოშიში დავითვან ქებით შამოსა და როცა გვეუბნება, რომ ეს სწორედ დავით წინასწარმეტყველის ქების სიტყვების გამეორებაა, იგი ამბობს სწორედ დავითის მოშველიებით. მე ჯერ წაგიკითხავთ დავით გურამიშვილს სტრიქონ და გეტყვით, როგორ ამბობს ამას დავით წინასწარმეტყველი და თქვენ თვითონ მიხვდებით, როგორი დიდია მსგავსება ამ ორ მოაზროვნეს შორის. ნეტარ არის, ვინცა ნაშრომი ნაყოფთა თვისთა ჭამოსა, ეს არის გურამიშვილი, ნაშრომი ნაყოფთა შენთა ის ჭამოშენ და ნეტარ იყო, ეს გახლავთ დავით წინასწარმეტყველი, ცოლი არს ვით მსხმო ვენახი კიდესა სახმი დამოსა გურამიშვილი, ცოლი შენი ვითარცა ვენახი მსხმოი კიდესა სახლისა შენისასა დავით წინასწარმეტყველი და შვილი ხედ ზეთისხილა და ურგს ტაბლის გარეშამოსა გურამიშვილი, შვილი შენი ვითარცა ახალნერგნი ზეთისხილისანი გარემოის ტაბლისა შენისა დავით წინასწარმეტყველი. აი ეს კიდევ ერთხელ სჭირდებოდა დავითს იმისათვის, რომ
ახლა უკვე ოსტატის მიმართ თავისი სიმპათია გამოეთქვა, რადგან ოსტატი სწორედ თავისი შრომით ჭამს და აჭმევს სხვასაც ქვეყნის პატრონს, ქვეყნის ფარავს და აი ამიტომ გულისხმობს იგი, რომ ესეც ერთ-ერთი კარგი სპეციალობაა, რომლის აღებაც და რომლის ხელისმოკიდებაც ღირს და ურჩევს იგი ამას მოსწავლეს. დავითი იმაზეც გამოთქვამს, რომ სწავლის პერიოდი გახლავთ ახალგაზრდა ასაკი. კერძოდ, როგორც ბებერი, ფუყე, წნორი დაიგრიხება წნელად, ძალიან ძნელად, ანუ ჩვენ თუ გოდრის მოქსოვას გადავწყვეტთ ან კალათისა ბებერი და ფუყე წნორით, სულ დაიმტრევა იგი და კალათი არ გამოგივათ კარგი. სწორედ ასევე მოხუც ძალიან გაუჭირდება, რომ ისწავლოსო. მაშინ როცა ახალ მორჩი, ანუ ახალი მოსწავლე ბავშვი ყმა გავს ვაზის ტოტს, რომელსაც ძალიან ადვილად დაგრეხთ, ძალიან ადვილად მისცემთ გარკვეულ ფორმას და იგი არ გადაატყდება. აი ამით გვითხრა დავით გურამიშვილმა, რომ რადგან ყმა ადვილად მოხვდება ხელს, ამიტომ ჯობია რომ ასწავლო ადამიანს სწორედ ახალგაზრდობის დროს, ხოლო მოხუცებაში უკვე დაგვიანებულია. და კიდევ ერთი რამ, რაც დავითს გაუხდა შემდგომში საპრობლემო და სალაპარაკო. ეს გახლავთ, რომ იგი მიიჩნევს, რომ მოსწავლის ცემა შეიძლება სწავლის პროცესში და მშობელსაც ურჩია ნუ გენაღვლება სწავლაზე ყმის წკეპლით ცემით კივილი, რადგან მალე დაავიწყდება მას ეს წყულები, მალე შეუხოცდება, ტკივილი გაუვლის, მაგრამ სამაგიეროდ შეგრჩება განათლებული შვილი ხელში, მაშინ როცა თუ კი თქვათ მას სწავლას არ მისცემ და დატოვებ მას უვიცსა და უქონელ უპოვარს, მაშინ გვარსა და ნათესავებსაც სირცხვილით მოჭრის იგი თავს და მთელ საკუთარ თავსაც შეირცხვენს, უფალთანაც შეერცხვენს მშობელს და ამ ქვეყნადაც. აი ამიტომ დავითი გვიქადაგებდა, გვმოძღვრავდა, რომ როგორმე მოგვეპოვებინა სწავლა, რადგან მისი აზრით სწავლა ყველაზე დიდი საუნჯეა, რაც ადამიანს შეიძლება ამ ქვეყნად ჰქონდეს. გმადლობთ ყურადღებისთვის.